ახალი ზელანდიის ეკლესიებსა და ტაძრებში მიწისძვრის დროს დაღუპული ადამიანების პატივსაცემად საკვირაო წირვალოცვა გაიმართა. სამაშველო სამსახურის მონაცემებით ამ დროისთვის დაღუპულთა რაოდენობა 147-ს აღწევს, დაკარგულად 50 ადამიანი ითვლება. ახალი ზელანდიის სიდიდით მეორე ქალაქ ქრაისტჩერჩში მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაღუპულების რაოდენობა 147-მდე გაიზარდა. ამ დროისათვის დაკარგულად 50 ადამიანი ითვლება. სამაშველო სამსახურები ნანგრევებში ჩარჩენილი მოქალაქეების ზუსტ რაოდენობას ამ დრომდე ვერ ასახელებენ. დღეს ქრაისტჩერჩის ტაძრებში კი საკვირაო წირვა იმართება. რამდენიმე ასეული ადამიანი ანგლიკანური ეკლესიის ნანგრევებთან შეიკრიბა, რომელიც მიწისძვრის შედეგად ნახევრად დაინგრა. დღეს აქ წმინდა მარიამის სახელობის ეკლესიის ნანგრევებთან შევიკრიბეთ და გვინდა პატივი მივაგოთ 300 დაღუპულს. 23 მათგანი ეკლესიის ნანგრევებში მოხდა. როდესაც პირველად ვნახე ეს საშინელი სცენები, შოკში ჩავარდი. ყველგან შიში და სასუსტარკვეთა სუფევდა. ადამიანები კვლავ შეშინებულები არიან, მაგრამ უნდა აღინიშნოს ის ძალისხმევა, დახმარება და თანადგომა, რასაც მოქალაქეები დაძარალებულების მიმართ იჩენენ. ისეთი შეგრძნებაა თითქოს დამანგრეველი სტიქიის შემდეგ ქალაქის საკუთარ სახეს იკვლევს. კრაისტჩერჩის მოსახლეობის დასახმარებლად ახალი ზელანდიის სხვადასხვა ქალაქებიდან მოხალისეები ჩადიან. ქალაქ რანგიორას მფრინავებს დაზარალებულ ქალაქში სურსათი და სხვადასხვა ნივთები ჩააუხთ. ქალაქის სხვადასხვა რაიონებში მოხალისეები კვების ობიექტებს ხსნიან, სადაც მაშველებისათვის და დაზარალებული მოსახლეობისათვის ცხელ კერძებს ამზადებენ. აქვე რიგდება სასმელი წყალი, რადგან კრაისტჩერჩის ნაწილს სასმელი წყალი და ელექტროენერგია ამ დრომდე არ მიეწოდებათ. დამაგრეველი მიწისძვრის შედეგად თითქმის მთლიანად დაინგრა ქალაქის ცენტრალური რაიონი. დანგრეულია საცხოვრებელი სახლები. ის შენობები კი, რომლებიც მიწისძვრის შედეგად გადარჩა, დანგრევის საფრთხის წინაშეა. მიწისძვრისაგან მიყენებული ზარალი კი ამ დროისათვის $12 მილიარდ აღწევს. ახალი ზელანდიის პრემიერ-მინისტრმა საერთაშორისო საზოგადოებას დახმარება უკვე სთხოვა, რათა დანგრეული ქალაქის აღდგენა რაც შეიძლება მალე დაიწყოს. თუმცა აღდგენითი სამუშაოების დაწყებას მაშველების მუშაობა აფერხებს, რადგან ისინი ნანგრევებში ჩარჩენილ ადამიანებს ამ დრომდე ეძებენ. ჩვენი აზრით მომხდარი მიწისძვრა გლობალური მასშტაბის სტიქია. ამიტომ ვიმედოვნებთ, რომ სოფლიო საზოგადოებისგან არსებით დახმარებას მივიღებთ. დახმარების თხოვნა არა მხოლოდ Facebook-ით გავგზავნეთ, არამედ ჩვენს მეგობრებსაც მივმართეთ. ჯონ კეიმ კრაისტჩერჩში მომხდარს ქვეყნის ისტორიაში ყველაზე ტრაგიკული დღე უწოდა და მოსახლეობას სამშაბათს დაგეგმილ სამგლოვიარო ცერემონიაში მონაწილეობის მიღებისკენ მოუწოდა. გლოვის დღეს დაღუპული ადამიანების პატივსაცემად ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ერთწუთიერი დუმილი გამოცხადდება.